ეს არის ბოლოს 500 წელიწადში ძალიან დიდი მოვლენა. პრეზიდენტის განკარგულებით მოხდა იმ ტერიტორიის გადმოცემა, რომელსაც დაძარი აშენდა ხულოში გამგეობის გვერდზე და ფინანსური დახმარება და ანუ ქტიტორი ამ ტაძრის ბრძანდება ბატონი პრეზიდენტი საქართველოსი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ზემო აჭარაში საოცარი უნივერსიტეტი დაარსდა, საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტი, იქ არის 8 ფაკულტეტი, რომელშიც ახლა ამ წუთში 750 ბავშვი სწავლობს და იქვეა გიმნაზია, დაახლოებით არის 1400 ბავშვი მთლიანად. აი ეს უნივერსიტეტი, მისი ტერიტორია მთლიანად ბატონი პრეზიდენტის გადმოცემულია. იმ უნივერსიტეტის რემონტები, რომელიც ძალიან დიდი დაახლოებით მილიონზე მეტი დაждდა, მთლიანად პრეზიდენტის შემოწირულია. და განათლების სამინისტრო პრეზიდენტის დავალებით ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს და ჩვენ იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება. ამან განაპირობა აი ამ უნივერსიტეტის გახსნამ გააკეთა ის, რომ ფაქტიურად შეწყდა უცხოეთში გადინება ზემო აჭარის ბავშვების და მე მინდა დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი ამ უდიდესი ეროვნული საქმისთვის. მე უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გითხრათ პირადად თქვენ, დიდი საგამანათლებლო საქმეა რომ ეს რომ საკეთ წევით. მე მართლა ჩემთვის მახსოვს დიდი პატივი იყო ერთად ჩავუყარეთ საფუძველი უნივერსიტეტს. ეკლესიას კიდე ეკლესიას ჩვენ დიდად ერთად ჩავასხით და იქ მივიღეთ ჩემი პირველი პრაქტიკა მშენებლობის მახსოვს, მაგრამ ამის გარდა უბრალოდ მართლა მინდა ვთქვა, რომ ყველა მენის ხალხს აჭარაში ძალიან დიდ პატივს სცემს და ყველას მიმართ ყველა რა თქმა უნდა საქართველოს თანასწორია, რაც შეეხება ეკლესიებს ვერიცით რომ აქ აშენდა რამდენიმე სარბში ახლა დიდი ეკლესია შენდება, ფერისთაზე შენდება ეკლესია განათლება მიმდინარეობს სამსფეროში და ეს განათლება არის არ მხოლოდ საეკლესიო, არამედ ზოგად საერო. იმიტომ რომ თქვენ ასევე აძლევთ ძალიან ფართო ცოდნას ხალხს, ეხმარებით მათ იმ განათლების მიღებაში, რომელიც შემდეგ გამოადგება ცხოვრებაში, ეხმარებით მათ შორის სოფლის მოსახლეობას, სოფელში საჭირო უნარების შეძენაში და რა თქმა უნდა ეს იყო ტრადიციულად ქართული ეკლესიის უამრავი ხალხი დასაქმდა. საგანმანათლებლო და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერად შეგიწყობთ ხას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ერთად აგლოცოთ ბატონო მიხეილო.